სტალინს არ ჰქონდა არც ნიჭი, არც ქარიზმა და არც ცნობადობა, თუმცა მაინც მოახერხა ძალაუფლების მოხვეჭა. ბოლშევიკური პარტია სავსე არის ვარსკვლავით. ტროცკი ცეცხლოვანი ორატორია, რომელიც მასების გულს უღვიძებს. ბუხარინი თეორიის გენიოსია და კომუნისტურ იდეოლოგიას ავრცელებს. ამ დროს სტალინის ზედმეტსახელია რუხი ლაკა. ის უბრალოდ გენერალური მდივანია, ბუღალტერიის და ქაღალდების მოწესრიგება აბარია. თუმცა საინტერესო შესაძლებლობას სწორედ ეს მიმავლული პოზიცია აძლევს. აი თქვენ სამსახურში უნდა ჩუმი თანამშრომელი თუ გახსენდებათ. კუთხეში ამ პრინტერთან რომ არის სულ აყუდებული და არავის ხმას არ სცემს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს და ყველას მუსრი გაავლოს. სტალინი ზუსტად ასე იმალებოდა ძალაუფლების კულუარებში. სანამ სხვები ტრიბუნაზე გამოდიოდნენ, მან ხელში ჩაიგდო კადრების დანიშვნის უფლება და ჩუმად ჩანერგა თავისი ხალხი ყველგან. ლენინმა ეს დაინახა. სიკვდილის წინ მან დაწერა ანდერძი, სადაც აფრთხილებდა პარტიას. სტალინმა ხელში ჩაიგდო უსაზღვრო ძალაუფლება. გადააყენეთ ის. მაგრამ გვიანი იყო. რუხმა ლაქამ უკვე შთანთქა წითელი პარტია.